ეს ნაგავსაყრელი, რომელიც აეროპორტის გვერდით არის განლაგებული, სხვათაშორის დარღვევით, სადაც დეპონირება დღემდე დარღვევით ხდება მუნიციპალური ნარჩენებისა და მით უმეტეს ბოლო პერიოდში ქალაქში ექსპატების მატებამ გამოიწვია ის, რომ ეს ნარჩენი თითქმის ნახევარჯერ გაიზარდა 50% თითქმის. ამან გამოიწვია ის, რომ ასეთი არასწორი დეპონირება საერთო ჯამში ატმოსფერულ ჰაერში გაიზარდა იმდენ მომწავლენ აირს, მათ შორის თბურ აირებს, როგორც მეთანი და სხვადასხვა ტიპის ორჟანგეულია, რომ საერთო ჯამში იწვევს ჩვენი ჯანმრთელობის გაუარესებას და გარემოს გაუარესებას. და მაშინ, როდესაც პრეტენზია გვაქვს ტურისტულ ქალაქზე, ესე ვთქვათ, სპოტი, რომელიც ძალიან აი შავი წერტი არ უნდა არსებობდეს ქალაქის ტერიტორიაზე და ერთადერთი გამოსავალი რაც შეელო მიეყენებია ზიანი ნაგავსაყრელს შიდა წყლებზე, გრუნტის წყლებზე, ნიადაგზე მიყენებული აქვს და იმას ვეღარაფერს ვეღარ უშველით, ერთადერთი არის ის, რომ მოხდეს მისი კონსერვაცია, რომ ის მავნე აირები, რომლებიც წარმოიქმნება, მათი გაფრქვევა ასე არაორგანიზებულად არ ხდებოდეს და ნებისმიერ ტურისტს და ასე მაცხოვრებელს იქ ურბანისტიკა აქტიურად ვითარდება, არ კონდეს ნორმალურ ატმოსფეროს ჰაერზე ცხოვრება.